მოგესალმებით მეგობრებო ყველას. დღევანდელი დღე იცით რა ტრაგიკული დღე არის და რა ტრაგედიის მომცველი დღე არის და აი უკვე Facebook-ზე გაჟღერდა ესეთი ვიდეოები, რომელიც მინდა რომ გაგიზიარო და კითხოთ კიდევაც რომ რა ხდება ჩვენს თავს. ნუ მოკლედ მოდი ესე გავაკეთოთ რომ დავიწყებ ჯერ აი ამ სურათის აღწერიდან და კითხვას დაგიშავთ თქვენ რა რომ აი ამ სურათზე ხა ძალიან ნათლად ჩანს თუ ვის ვემსგავსებით და ვის დაემსგავსნენ ჩვენი წინამძღვრებიო ესე რომ ვთქვათ რა ანუ აი აქ ზის ილია მეორე აგერ ხელში კვერთხი უჭირავს ჯოხი როგორც მსგავსად აი ამ პიროვნებისა თავზე ახურავთ ქუდები ასევე ანალოგიურად გვანა ნუ როგორც უკვე დააკომენტარეს ძველი ფორმები უფრო ლამაზი იყო ეხლა თუ სტილზე ვიფიქრებთ და აი აქ დგას ქრისტე მეგობრებო აი აქ დგას ქრისტე უბრალოდ ეს ან ქრისტე ან იუდა პრინციპში არ ვიცი ვიღაცას უყო იუდა არის რომელიც ცდილობს რომ გაყიდოს ნუ აშკარად ერთ-ერთში ვხედავთ ჩვენ რომ ეს პიროვნებები რომლებიც თავებს ქრისტიანებად თვლიან ემსგავსებიან იმათ ვინც ქრისტე აცვა ჯვარს და აი ამ მომენტში იყიდება უკვე ქრისტე იუდას მიერ აი ესენი აქ ერთ-ერთი კაიაფა არის აი ეს მეთაური რომელიც პირდაპირ იმაზე არის დაგეშილი რომ ქრისტე აცვა ჯვარს და აი ახლა ჩვენ წავიდეთ აი ამ ვიდეოზე და მე კითხვას დაგისმევთ რა თქვენ რას ფიქრობთ ამ ვიდეოსთან დაკავშირებით და მე ჩემს კრიტიკასაც შევითან კარგით ეხლა აქ არის კაცი ვხედავთ ესე იგი პრიალა ტანზად სამოსში შემოსილი იღებს ეკლის გვირგვინს ადის კიბეზე და აი ამ ეკლის გვირგვინს აცმევს ქრისტეს თავზე დევს ხო აი ნახეთ ხო აი თან არის სანთლები ანთებული ანუ რიტუალია ერთგვარი თან უკანა ფონზე არის ქრისტეს ლექსი რომელიც პირდაპირ გვაწოდებს ქრისტეს ნუ ჩამოდის ეს კაცი საერთოდ არ გავს ქრისტეს ახლა აქ თვები აქვს შეპარსული წვერი მოპარსული მოკლედ ქრისტეს არ გავს აი ეს პიროვნებაც არ გავს ქრისტეს ხელში კვერთხი უჭირავს გველებიანი საკმაველს იქნევს აი ესე დადიან წრეზე და მოკლედ ერთი სიტყვით აი ეს ადამიანები იმეორებენ იგივეს რაც აი ესენი აკეთებდნენ და ჩვენი ქრისტე არის ისევ და ისევ ჯვარზე გაკრული რა ანუ ნახეთ ჩვენ ამ რიტუალს დღემდე გავდივართ როგორც ჩანს რა და ეს ახლა მოდი ეს დავასწრებ ეს ახლა არის ესე იგი რიტუალი რომელიც დღესდღეობით ჩვენ თვალთან მოვიდა იმიტომ რომ სოციალური საშუალებები არსებობს სოციალ მედია არსებობს და ამის მეშვეობით ჩვენ ყურამდე მოვიდა ეს საკითხი რა და თვალამდე და ეს სავარაუდოდ სულ კეთდებოდა ეს რიტუალი მეგობრებო და ამ რიტუალს ჩადიან ისევ და ისევ აი ეს ხალხი ისევ და ისევ ეს ხალხი, რომელიც ერთ-ერთში გავს, აი ერთ-ერთში ემსგავსება ფარისევლებს, სადუკევლებს და იმ ხალხს, ვინც ქრისტე აცვა ჯვარს, ჩვენ ესე იგი გამოდის, რომ თქვენ რას ფიქრობთ მეგობრებო რა? ამ რიტუალით ჩვენ რას ვაცოცხლებთ? ვაცოცხლებთ ქრისტეს თუ ვაცოცხლებთ ქრისტეს წამებას? ანუ აი ამ რიტუალებით ჩვენ აი ესე თეატრალურად რო გავდივართ ყოველწლიურად რა. აი ახლა ნახე მე ხო არ ვარ ეს კაცი ხო? არც ჩემი დაქირავებული მღვდელი არ არის ეს კაცი რომ ეს ჩაეტარებინა ეს სექტანტს რომ იძახიან მე რა და სექტანტები რომლები უფრო გამოდიან ეს ხალხი ვისაც სურს დღემდე დაახუროს ქრისტეს თავზე ეკლიანი გვირგვინი თუ მე რომელიც ვამხელ ამ ხალხს რომ ამ რიტუალებს მოეშვით ქრისტე აღსდგა ხალხო ნუღა გლოვობთ ქრისტე აღსდგა და დავემსგავსოთ ქრისტეს აი ქრისტე აქ არის ხალხო აქ არის ქრისტე აი
ესეთები უნდა ვიყოთ ჩვენ, აი ამას უნდა გავდეთ, ამ ღმერთკაცს უნდა გავდეთ და არა ამათ კი არ უნდა გავდეთ. მით უმეტეს შენ თუ ქრისტიანი ხარ და ქრისტეს მასწავლი, აი ამათ ვეუბნები ახლა რა. შენ თუ ქრისტიანი ხარ და ქრისტეს მასწავლი, შენ ამათ კი არ უნდა გავდე, აი ამ ღმერთკაცს უნდა გავდე. ამ ღმერთკაცს უნდა გავდე, გესმის? მერე მოგისმენ და მერე დავიჯერებ შენსას. ეს რა უმსგავსობა არის. ჩამოიკიდეს კისერზე ჯვრები, რომლებიც ქრისტეს არასდროს არ კიდებია ჯვარი კისერზე. ქრისტემ თავისი ჯვარი ატარა, ავიდა და აი ამეების მიერ იყო ზუსტად ეს გვირგვინ დადგმული, რომელიც ეხლა დღემდე გრძელდება და დღემდე ვჭამთ ქრისტეს და დღემდე გვაჭმევენ ესენი ქრისტეს და დღემდე ეკლესიის გვირგვინს გვადგმევინებენ თავზე, იმის მაგივრად რომ გააცოცხლონ ქრისტე, დაემსგავსონ ქრისტე, დაგვამსგავსონ ქრისტეს, ხო? ანუ არ ვიცი ახლა მე მაგალითად ძალიან ემოციურად აღვიქვა აი ამ ვიდეოს, რომელიც რა უმსგავსობაა ეს. აი ეს რა უმსგავსობა, სპექტაკლი დავდგით. არ ვიცით რა მოხდა, წარმოდგენის უნარი არა გვაქვს თუ რატო უნდა ვიმეოროთ იგივე ერთი და იგივე რიტუალი ჯვარზეა ეს ხალხო. ეს მე მგონი ჯვრის მონასტერზე არის, იცით? ხო და ალბათ სანამ არ მივხვდები და არ გამოვხიზლდები და ამ ხალხს არ ვამხელთ ბოლომდე, არ ვიცი ეს ჯვრის მონასტერია? კარგად დავაკვირდ, არა, ჯვრის მონასტერი არ არის. თუმცა შეიძლება ჯვრის მონასტერია. არა, ჯვრის მონასტერი არ არის. შეიძლება ესეთი რამე ხალხო? ანუ გაწიწილი ვარ ახლა, იმიტომ რომ საერთოდ არ მელამაზება ეს ვითარება რა დღეშიც ვართ რა. ანუ როგორ შეიძლება დღემდე ჩვენ გავდიოდეთ აი ამ რაღაცა სპექტაკლზე საბავშვო ბაღივით დადგმულ საშინელებას, ხალხო, ეს არის საშინელება, რომ დღემდე რიტუალს გავდივართ, ქრისტეს ვადგავთ ეკლესიის გვირგვინს. მოდი დავწყნარდები და ეხლა თქვენ კითხავთ რა, თქვენ როგორ თვლით? ჩვენ თუ ყოველწლიურად გავიარეთ აი ეს რიტუალი, აგერ ეკლესიის გვირგვინი, ჩვენ თუ ყოველწლიურად გავიარეთ ეს რიტუალი, თქვენ რას ფიქრობთ, ეს როგორ მოქმედებს ჩვენზე? ვაცოცხლებთ ამით ქრისტეს თუ ვაცოცხლებთ უფრო ქრისტეს ჯვარცმას? ვაცოცხლებთ უფრო იმას, რაც უმსგავსობაა, ვაცოცხლებთ უფრო იმას, რაც არ გვევალება. ჩვენ გვევალება ქრისტეს გაცოცხლება. აი მაგალითად. რა გვევალება? როდის უნდა დასრულდეს ეს უაზრო ქცევები და ფარისევლობა ქრისტეს განდიდებისა და მსგავსების ნაცვლად დღემდე ეკლესიის გვირგვინი და ჯვარცმა? ხო, ეკა მეთანხმები, ხო? ანუ მაგალითად რა უნდა გაცოცხლდეს ახლა ნახეთ მეგობრებო. აი ხა წავიდეთ ერთად ვნახოთ ჩვენ ქრისტე. აღდგარი ქრისტე, აი თუ ნახავთ, აი აღდგარი ქრისტე მეგობრებო. ქრისტეს აქ უკვე ადგას გვირგვინი თავზე, ოქროს გვირგვინი ადგას თავზე, ამას აღარ სჭირდება ეკლესიის გვირგვინი, მას უჭირავს ხელში დედამიწა და დედამიწაზე მდგომი ჯვარი, უკვე ვისაუბრეთ ჩვენ წინა ლაივებში თუ რას ნიშნავს, კვერთხიც მას უჭირავს ხელში და სამყაროს მმართველი და პანტოკრატორი არის ეს. ყოვლის მფლობელი, ყოვლის მმართველი. ქრისტე გაცოცხლდა. ჩვენ გვევალება აი ესეთი რაღაც, ქრისტე გაცოცხლდა და აღდგომას მარტო წითელ კვერცხებს გავაგორებთ ხოლმე. რატო იმას არ თამაშობენ, რომ ქრისტე აღსდგა? აი ამას თუ გადიან, ხო? აი ამ რიტუალს თუ გადიან, კიბეც მიიდგეს, აგერ როგორც ჩანს მოიძიეს კიბე, იყიდეს კიბე სპეციალურად, მიიდგეს კიბე, გვირგვინის დაამზადეს.
ამას თუ გადიან აღდგომას, რატო აღარ გადიან ხოლმე ამ რიტუალს? ქრისტეს რატო არ გააცოცხლებენ ხოლმე ქრისტეს და რატო არ ჩააცმევენ მაგალითად ამ ფორმას, აი თეთრებშია ქრისტე, ხედავთ? თეთრებში აღდგა ქრისტე, ხალხო. ამას აღარ უნდა ყოველწლიური სიკვდილი და აღდგომა. აღდგა ქრისტე. მორჩა, აღდგა, всё, ამას გვირგვინის დადგმა ყოველწლიურად აღარ სჭირდება ეკლიანი გვირგვინის დადგმა. ჩაიცვან თეთრები, დაემსგავსონ ქრისტეს და იქნება მაშინ მაინც მიხვდნენ რას ნიშნავს ქრისტიანობა, კაცო. ამ ფარისევლებს რო არ დაემსგავსნონ და ამ სადუკევლებს ამათ რო არ დაემსგავსნონ ესენი, ეს ტყუპისალები ესენი. ეს ქრისტეს ტანჯველები და ქრისტეს ჯვარმცმელები. აი ესენი არიან ზუსტად ქრისტეს ჯვარცმელები. ამათი რეინკარნაცია ეს სრული მოდგმა ესა. ვისაც აქ ხედავთ ახლა, აი ესენი არიან რეინკარნირებული ესენი. უпростоრედ ესენი არიან რეინკარნირებული ესენი და მოდი რა დაემსგავსონ რა აი ამ ადამიანს შეიძლება რომ აი ამ ღმერთკაც დაემსგავსნონ. შეიძლება რომ ესე გამოიყურებოდეს ვინმე, შეიძლება რომ ესე ჩაიცვან, აქ თუ კიბე მიიდგეს, აქ თუ დაემსგავსენ, აქ თუ შეიკერეს სამოსები, აქ თუ ჯვრები დაიკიდეს, აქ თუ ხელში დაიკავეს ეს სკიპტრები და ამათ დაემსგავსნენ, აბა სად უჭირავს ხალხო? აქ ხედავთ სადმე ქრისტეს რომ ან გვირგვინი სჭირდებოდეს, ან სკიპტრა სჭირდებოდეს, ან რაღაც ქუდები და ჩამოსახურებელი რაღაცა ჩაიცვით ესე უბრალოდ, გამოდით და დაეხმარეთ ხალხს როგორც ქრისტე ეხმარებოდა. აი მაშინ ვიფიქრებ რომ თქვენ ნამდვილად ქრისტიანები გახდით, გესმის? და ესე თუ გამომეცხადებით თქვენ როგორც ქრისტეს ჯვარცმელები, აი აქ როგორც არიან ესენი, ხო? მაშინ დაახვიეთ მაგათთან რა ჯოჯოხეთში. დაახვიეთ თქვენ ყველამ აი აქ პირველ შუაში მჯდარო ხელში სკიპტრით გამოცხადებულო. დაახვიეთ აქედან ყველამ რა. არ გააწყალეს გული. ბიჭო, ეს რა არის? ეს რა დაინახათ შემა თვალებმა? ეს რა სპექტაკლი დაგვიდგეს ეკლესიაში, ნახეთ რა. და ეს ხელი ნაზეთ რო იღებს, ესე ნაზეთ, ხელი არ გაგესვაროს ეგ რაღაცა რა შემოსაცმელია ეს? სადაური და როდის რანაირი შემოსაცმელია ეს? და ხელი არ დაგეწეს, ხელი ნელა ჩამოადე თავზე, ნელა. მაცხოვრებელი შენ მათი წარმცხნებლად მიგიჩნიეს. ხალხო, გამოფხიზლდეთ რა ხალხო რა. ანუ ძალიან გძინავს რა და ძალიან როგორ გითხრათ რა. მაინც ნარიმანისავით კანფეტები, ალკოჰოლი და ის უნდა დაგირიგოთ ფულები რომ გამოფხიზლდეთ? ალბათ მაგას მიგვანიშნებს ნარიმანი რომ ჯერ მარტო ამ საკითხში არის ხალხი კანფეტებში, ანუ ნარკოტიკში, კანფეტი შაქარი ნარკოტიკია. ალკოჰოლი დამოკიდებულია ფულის ერთი და იგივე. ალბათ მაგას მიგვანიშნებს ჯერ ამ დონეზე ვართო რა, ჯერ არ გჭირდებაო ეთყობა რა, გამოფხიზლებაო და შენ თუ არ დაანახე ადამიანს რომ გამოფხიზლებული ხარ, ხო? არ ვიცი. აი ესე გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას. ალბათ. ერთი სიტყვით, თქვენ თუ გინდათ ქრისტეს გაცოცხლება, ქრისტე უნდა გააცოცხლოთ თქვენში. აი ნახეთ, ქრისტე ესეთი გაწეწილიც დადიოდა. ესეთი უბრალო მაიკა ეცა, ესეთი უბრალო იყო, უბრალო იყო ხალხო, უბრალო ქრისტე. აბა წავედი ხა მე და დაემსგავსოთ ქრისტეს. არ დავინახო სადუკევლებსა და ფარისევლებს დაემსგავსოთ და მე მითხრათ რომ ქრისტიანი ვარო რა. ეგ მოატყუეთ ბებია თქვენებს. მე ვეღარ მომატყუებთ აწყი. გაკოცეთ მეგობრებო, მიყვარხართ ძალიან. ქრისტე აღდგა მეგობრებო, ჭეშმარიტად აღდგა, ქრისტე არის ცოცხალი. ქრისტე ჩვენშია, ყველა თითოეულ ჩვენგანში ვინც ქრისტეს გააცოცხლებს, ხო? იმაშია ქრისტე და აი ამათში ნაკლებად რა. ამ ხალხში ნაკლებად, ამათში ესენი უფრო კაიფა უფრო, არა, კაიფობენ რა, აი ნახე, ესენი კაიფობენ. ესენი არიან კაიფები და ქრისტიანები ვართ ჩვენ.
აი ეხლა ეს кайფი არ არის, აბა რა არის ეს? ეს არის აბსოლუტური кайფი. არც ქრისტეს მიუგავს სახე, არც ქრისტეს მიუგავს წვერები, არც თმები, არც შემოსაცმელი, არც კიბეზე ავიდა ქრისტე და ვინმეს რაღაცა რიტუალი გაიარა და ვიღაცის ან რაღაცის აბსოლუტურად არაფერი არ მიუგავს. აი ახლა ამ ვითარებას ქრისტეში, ქრისტიანებში რა, ქრისტიანებს არ გვანან ესენი. არ გვანან ესენი. ნახე, ქრისტეს აცმევენ ეკლის გვირგვინს ჯვარს. შო, მოვჭი მე ახლა უკვე გავათავე ჩემი სათქმელი. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.